გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათის გადახურვის სამუშაოების მეორე ფაზის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. ძალოვან ხარაჩოზე სტრუქტურული პლატფორმის და მისგან გამოსულ გელათის გუმბათის სარკმელებში 4 ძალოვან ძელზე ლითონის სივრცული რკალის სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. როგორც გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა განაცხადა, აღნიშნული ლითონის სივრცული კონსტრუქციული რკალი წარმოადგენს სივრცულ პლატფორმას, რომელზეც დაეყრდნობა და აშენდება ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ერთიანი დროებითი გადახურვა. აღნიშნულ სამუშაოებს ღვთისმშობლის შობის ტაძრის პირველი ფაზის მსგავსად კვლავ გერმანული კომპანია Quadrexis სპეციალისტები შეასრულებენ. სამუშაოები კი 10 მარტიდან დაიწყება. როგორც მამა კირიონმა აღნიშნა, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი და მისი მრჩეველი ორგანო იკომოსი მაღალ დონეზე აფასებს გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს. დღეს როგორც ხედავთ, ღვთისყალობით დაიწყო სამუშაოები და ჩვენ უკვე დავიწყეთ თავარი ფაზა გელათის კათედრალის გუმბათის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოების. დღეს ხორციელდება სამუშაო, როდესაც გუმბათიდან გამოსულ ძალოვან ძელებზე ჩვენ ვკიდებთ სივრცულ ლითონის წრიულ კონსტრუქციულ რკალს. ეს რკალი არის შემდგომ უკვე პლატფორმა და საფუძველი იმისთვის, რომ ამაზე უკვე დაშენდეს ლეირეს მასალით განხორციელებული გელათის გუმბათის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები. მადლობა ღმერთს, როგორც ხედავთ, ყველაფერი მშვიდობით ხორციელდება. შემსრულებლები არიან მაღალი დონის პროფესიონალები, ამის სპეციალისტები ლითონ კონსტრუქციების, ასევე სამუშაოებს დედამხედველობს არქიტექტორი თავად ვახტანგ ხესაშვილი და ასევე სამუშაოების მენეჯერი ბატონი ლევან კაკაურიძე. ღვთისყალობით იმედი გვაქვს, რომ ეს პირველი ნაკვეთური მშვიდობით დავყიდეთ, ასევე დავრჩა სამენაკვეთური სულ ეს წრიული სივრცული პლატფორმა დაყოფილი 4 ნაწილად, ვინაიდან იყიდება 4 ძელზე და 4-ვე ნაწილის დაყიდება მოხდება მშვიდობით და განსრულდება ეშვენეწყებული საქმე. აქვე მე დავამატო, რომ აღნიშნული ეს კონსტრუქცია, რომელიც დღეს უკვე სრულდება, ჩვენი რომელიც შეიქმნა გუმბათში და ძალოვანი ხარაჩო და შემდგომ მასზე მაგდება რა ეს კონსტრუქციული ლითონის სივრცული წრიული პლატფორმა შეფასებული არის მსოფლიო მემკვიდრეობის მიერ და მისი მრჩეველი ორგანოს იკომოსის მიერ, როგორც უაღრესად მაღალი ხარისხის, რომ პროექტი შესრულებულია ზუსტად და სხვა გადაჭრის გზა, რომ ჩვენ შეგვასრულებინა გელათის ერთიანი დროებითი გადახურვა არ არსებობს გარდა ამ არქიტექტურული მიგნებისა, რომელიც განახორციელა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა. და მნიშვნელოვანია ეს მაღალი შეფასება მსოფლიო მემკვიდრეობის იუნესკოს და მისი მრჩეველი ორგანოს იკომოსის მხრიდან. და სამწუხაროა, რომ ხანდახან ხდება ისეთი ინფორმაციების გავრცელება, რითაც საზოგადოებას აბნევენ, ძაბავენ და აშინებენ და აშფოთებენ თითქოს რაღაცა არ მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, არ არის სამუშაოები თანმიმდევრული, როდესაც კიდევ ეძახი ყველაზე მაღალი ორგანო აფასებს აი ამ კონსტრუქციას, დღეს ხორციელდება როგორც უმაღლესი ხარისხის და დეტალური პროექტი და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს მაღალ დონეზე უწონებს ზრუნვას ძეგლზე. თორემ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა სამუშაო, რომელიც ვახორციელებთ, პირველ რიგში უზრუნველყოფდეს ძეგლის უსაფრთხოებას და ხარისხს. ჩვენ უზრუნველყოფთ სამშენებლო პროექტის მართვას გელათის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. როგორც ხედავთ, ჩვენ განვაახლეთ მუშაობა, როგორც ეს იყო დაგეგმილი გაზაფხულის დაწყებისას უნდა განახლებულიყო უკვე ფართომასშტაბიანი სამუშაოები, რაც მოიცავს გელათის ტაძრის დროებით გადახურვას, რომელიც არის ძალიან კომპლექსური პროექტი და ამ პროექტში ჩართული არის არაერთი საერთაშორისო მხარე და ჩვენის მხრივ სამშენებლო პროექტის მართვას უზრუნველყოფთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული პროექტი მომზადებული არის გერმანელი ინჟინრის მიერ, ასევე ჩართული იყო ქართველი არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი და ამ ერთობლივი
კოლაბორაციის შედეგად მივიღეთ უნიკალური და მეტად კომპლექსური პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ. აღნიშნული სამშენებლო პროექტი დადასტურებული და მოწონებული არის იუნესკოს და იკომოსის მიერ და ამ პროექტის მიხედვით შემდეგი ეტაპი არის გუმბათის გარშემო რკალის ფორმის ფერმის მოწყობა, რომელიც დაამზადა ქართულმა კომპანიამ Construction Service და მის მონტაჟსაც ეს კომპანია უზრუნველყოფს. შემდგომი ნაბიჯები გახლავთ უკვე გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობა, რომელსაც ასევე გერმანული კომპანია შეასრულებს, ვინც გააკეთა ტაძრის ქვედა ნაწილი და ლიანი ტაძარი უკვე დახურული იქნება ატმოსფერული ნალექებისგან და ყველა გარემო პირობებისგან და იქნება საშუალება იმისთვის, რომ შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდეს. ამ პროექტზე, რომელიც მეორე ფაზაც ახლა ხორციელდება, მუშაობდა 3 კონსტრუქტორი, 2 ქართველი და 1 გერმანელი და პროექტი შესრულებული არის საერთაშორისო სტანდარტები და ყველა იმ წარმოდგენილი პრობლემების გათვალისწინებით. ამ პროექტმა და რის შესრულებაც ახლა ხორციელდება მეორე ფაზის, უნდა უზრუნველყოს გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში 1 მარტიდან მომავალი საკონსერვაციო ფიზიკური სამუშაოების განხორციელებისათვის მხატვრობის სრული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო. როგორც ქვისა და მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტმა ლელა ნინოშვილმა განმარტა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ტექნიკური და კვლევითი სამუშაოები 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ მარტის 1 რიცხვიდან დაიწყეს მუშაობა უკვე წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობის ჯგუფმა და ესეც გასახარი არის საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ უკვე შევდექით წმინდა გიორგის ტაძრის ტექნიკური სამუშაოების, მხატვრობის ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, რომ გამოვიკვლიოთ ფერწერის მდგომარეობა, ნალესობის მდგომარეობა, რომ ამითი საფუძველი გავამზადოთ მომავალი საკონსერვაციო სამუშაოებისათვის. წელს ჩვენ პირველ საველებიზით ვახორციელებთ უშუალოდ წმინდა გიორგის კედლის მხატვრობაზე სამუშაოდ. გელათის ყოვლისმომცველი საკონსერვაციო პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა წმინდა გიორგის ტაძრის კონსერვაციის გეგმის შემუშავება და სწორედ ამ კონსერვაციის გეგმის მიხედვით ჩვენ ვიწყებთ საკონსერვაციო საკვლევი სამუშაოების განხორციელებას. ეს პროცესი გაგრძელდება 1 წელს, 1 სრულ წელს მოიცავს. და სრულად მოხდება ძეგლის შესწავლა მხატვრობის როგორც ფიზიკური მდგომარეობის, ასევე მისი ტექნოლოგიის, გამომწვევი მიზეზების დადგენა, ყველა იმ საკონსერვაციო საჭიროების განსაზღვრა, რის წინაშეც დღეს ტაძრის კედლის მხატვრობა იმყოფება, ასევე მოხდება ყველა არსებული რისკის შეფასება, მზადყოფნის გეგმის მომზადება და უკვე მომავალ წლებში განხორციელდება აი ამ სამუშაოების შედეგად ფიზიკური სამუშაოები. ჩვენი ამოცანა პირველ ეტაპზე არის, რომ მოვახდინოთ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი არეების გამოვლენა იმ საკვლევი და საპროექტო სამუშაოების პარალელურად, რომელიც დაგეგმილია კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მაინც კონცენტრაციას ამ ეტაპზე მოვახდენთ, რომ სადმე რამე ისეთი მოწყვლადი არეალი ან მოწყვლადი მონაკვეთი არ იმყოფებოდეს, რომელმაც შეიძლება დააყენოს საფრთხე. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ტაძრის გადახურვაზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და კარგია, რომ კედლის მხატვრობის კვლევითი სამუშაოებიც ამის პარალელურად განხორციელდება, ეს საშუალებას მოგცემს, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ საფრთხეები, რაც შესაძლოა მომდინარეობდეს არქიტექტურის საკონსერვაციო სამუშაოების ფარგლებში და ვაკონტროლოთ სიტუაცია, რომ თქვათ არ მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი, არ დადგეს რაიმე გაუთვალისწინებელი რისკი.